რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. დღეს თქვენთვის ორი გამოცანა მაქვს. პირველი, რა დევს ამ მანქანის საბარგულში. და მეორე, რაში არიან პროჭორულელები უბადლოები. პირველ ამოცანას მარტივი ახსნა აქვს. ხმითაც მიხვდებოდით ბოთლები პლასმასის და შუშის. და მეორე, პროჭორულელები აბსოლუტურად გენიალურები არიან დეგენერატობების მოფიქრებაში, დეგენერატობის დაკანონებაში, დეგენერატობის უარყოფაში და მე ამ ყველაფრის ერთად გაправებაში. კერძოდ, ახლა გულისხმობ დეგენერატობას, რომელიც მათ მოიფიქრეს ეგრეთ წოდებულ პლასტიკურ ბოთლებთან დაკავშირებით. გახსოვთ თქვენ ალბათ, რომ 2026 წლის ანუ წლევანდელი აპრილიდან პლასტიკური ბოთლების წარმოება საქართველოში, ამ ბოთლებში წყლის ჩამოსხმა, გაზირებული წყლის, ლუდის ჩამოსხმა უნდა აკრძალულიყო. და ყველაფერი უნდა დამთავრებული 2027 წლის აპრილში, როდესაც მხოლოდ 20 ლიტრიანი პლასმასის ბოთლები დარჩებოდა მოხმარებაში. ახლა პროჭორულელებმა ნაწილობრივ უკან დაიხიეს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გააправეს და თქვენს რომ ბიზნესთან შევათანხმეთო. როცა ამ ყველაფერს აკანონებდნენ, მაშინ რატო არ ელაპარაკდნენ ბიზნესს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. რითაც პროჭორულელებმა გაამართლეს იყო ის, რომ ამას გთხოვს ევროკავშირიო. ევროკავშირის რეგულაციაო. სამწუხაროდ არც ერთ ჟურნალის არ გაჩენია კითხვა, იქნებ გვაჩვენოთ რა რეგულაციებით ითხოვს ევროკავშირი ამის გაკეთებასო, რა თქმა უნდა, არც პროჭორულელებს არ გამოუდიათ თავი და არ უჩვენებიათ ეს რეგულაციები, არ უჩვენებიათ მოწერა ევროკავშირთან, ამიტომ ყველაზე მარტივი დასადგენი რეალურად როგორ არის საქმე, რას ითხოვს ევროკავშირი, მათ შორის თავისი წევრი ქვეყნებისგან არის წასვლა და ევროკავშირის შემოწმება თვითონ ევროკავშირში როგორ ხდება პლასტიკის ბოთლების დამუშავება. არსებობს თუ არა ზოგადად პლასმასის ბოთლები. როგორც ხედავთ, არსებობს. აგერ პლასმასის ბოთლი და აგერ ევროკავშირი. და მარტივ ექსპერიმენტს გთავაზობ. წავიდეთ და ვნახოთ როგორ ამთავრებენ თუ აგრძელებენ პლასმასის ბოთლები და არა მარტო პლასმასის ბოთლები ევროკავშირში თავიანთ ცხოვრებას. ეს არის პუნქტი, სადაც ბოთლებს იბარებენ. ადამიანი არ არის ბოთლებს ვიბარებ, ბოთლებს ვინც ყვირის, მაგრამ არის მანქანა. აი მანქანა, რომელიც უნდა გითხრათ, რომ თელს ეგრეთ წოდებულ საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო ჭკვიანია, იმიტომ რომ ზუსტად იცის რა უნდა უქნას პლასმასის ბოთლებს. თავარი არის რომ ბოთლს კონდეს აი ეს ნიშანი. აი ეს ნიშნავს იმას, რომ ბოთლის გადამუშავება შეიძლება და ბოთლს ესეთი აპარატი მიიღებს. როგორც ხედავთ, ბოთლს აქვს ფასი 10 ცენტი. კიდევ ბოთლი სხვანაირი ასეთივე ნიშნით. და უკვე ავიდა თანხა 20 ცენტამდე. ალუმინის კილა, მაგრამ ასეთივე ნიშნით. 30 ცენტი. პლასმასის ბოთლი სხვანაირი. ასეთივე ნიშნით. მოკლედ მოდის ფული, მოდის. ფული მოდის. რადგან სახელმწიფოს, ზოგადად ევროკავშირს, ბოთლის მიღება და მეორადი გადამუშავება უღირს. 2025 წელს პლასმასის ბოთლების, ანუ პეტის მეორადი ბაზარი 6 მილიარდ 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2035 წელს კი 9 მილიარდ დოლარს აარტყამს. გარემოს დაცვით ინტერესების ერთი და მეორე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. რასაც პროჭორულელები და მათი ნადეჟდელები არ გეუბნებიან და იმედი აქვთ, რომ თქვენით ვერავისგან გაიგებთ და ვერსად წაიკითხავთ. ასეთი ჩაბარებული ბოთლების გადამუშავებით ახალი ბოთლების ან სხვა ნაკეთობების დამზადება 25-35%-ით უფრო იაფიჭდება, ვიდრე საწყისი მასალებისგან ბოთლების წარმოება. არც ფასების გაძვირება გვინდა კონკრეტულ პროდუქტებს. სანამ ძალიან არ დაღლილხარ სტატისტიკით. მეორადი ბოთლების წარმოებას 75%-ით ნაკლებ ელექტროენერგია სჭირდება და 6-ჯერ ნაკლები წყალი. ამიტომ ყველა დაინტერესებულია, რომ არც ერთი ბოთლი არ დაიკარგოს. ასეთი მანქანები დგას ყველა დიდ სავაჭრო ქსელში. და რატომ არის სავაჭრო ქსელები დაინტერესებული, რომ ასეთი
აპარატები დადგას, ეს კიდევ ცალკე თემაა. და ამაზე აუცილებლად მოგვიანებით ვილაპარაკებ. გონი უთქმელადაც მიხვდებოდით, რომ ამბავი სკანდინავიელებმა დაიწყეს. იმასაც მიხვდებოდით, რომ გერმანიაში შეგროვების მაჩვენებელმა უკვე მიაღწია 98%-ს. სისტემა მხოლოდ წელს შემოიღო პორტუგალიამ. ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს თუ გავასაშუალოებთ, ყოველ 4 გაყიდულ პეტბოთლიდან 3 აუცილებლად დაბრუნდება ასეთ ან სხვანაირ აპარატში. და ყოველი მეოთხე ბოთლი, რომელსაც იყიდით, გადამუშავებული მასალით იქნება წარმოებული. მიდის სკილები, მიდის ბოთლები, მოდის ფული. რაღაც არ მოეწონა აპარატი ეს რაცია. მაგრამ აგზელებს. დღეს შეიძლება ითქვას მაინც და მაინც ბევრი ბოთლი არ მქონდა, მაგრამ აპარატი გადაივსო. ეთყობა ცოტა გვიან მოვედი. ან უნდა დაველოდო, როდის დაცლიან მას მეორე მხრიდან. ან დარჩენილი რამდენიმე ბოთლი გზის გადაღმა სხვა ქსელის მაღაზიაში ჩავაბარო. ახლა შეგვიძლია ავირჩიოთ, რაში დავხარჯოთ ეს ფული. სანამ მეორე აპარატში გვერდით შუშის ბოთლებსა და ქილებს ვაბარებ, პირველს ცლიან. აპარატი თვითონ მეძახის დაბრუნდი და დარჩენილი 8 ბოთლის ჩამიყარეო. მოდი ახლა ეგ ფული უკრაინის ფონდში გადავრიცხოთ. ის რაც ევროკავშირის დირექტივებში ნამდვილად წერია, 2029 წლამდე პეტ ბოთლების შეგროვების მაჩვენებელი 90%-მდე უნდა ავიდეს. და ამაში იგულისხმება, რომ ბაზარი უბიძგებს ქვეყნებსა და ბიზნესს ჩამოაყალიბონ ჩაბარების სისტემა და გადამამუშავებელი საწარმოები. ამით ამ მაღაზიამ მე როგორც მყიდველი მიმიზიდა, ასე ვთქვათ. პრაქტიკულად დამავალდებულა, რომ წავიდე და ეს 2 ევრო და 60 ევროცენტი დავხარჯო. ნახეთ, სად მიდიან პლასმასის ბოთლები. მაგრამ საიდან მოდიან? აგერ აქედან, ამავე მაღაზიიდან. არავინ მოგატყუთ, რომ ევროკავშირში არ იყიდება პატარა პლასმასის ბოთლები. ტყუილია ეგ. ნახევარლიტრიანი პლასმასის ბოთლი. ნახევარლიტრიანი წყალი. ისევ ნახევარლიტრიანი წყალი. ნახევარ ლიტრი. დღევანდელი გეგმა შესრულებულია. საყიდელი ურიკაშია, გადახდის დროა. დადგა დრო, როცა შემიძლია ჩემი კუპონები დავხარჯო. აი, ბოთლებში ნაშოვნი ფული. დავიდა. ახლა რაღაცას გეტყვით და კობახიძეს არ უთხრათ. ევროკავშირს გეგმაშიც კი არ აქვს პლასმასის ბოთლების აკრძალვა. გეგმავენ აკრძალონ პატარა შამპუნის ბოთლების სასტუმროებში, ლუდისა და სხვა ბოთლების ფუთების შესაკრავი სქელი ცელოფნები, მაგრამ ბოთლების აკრძალვა თავში არავის მოსდის. იმიტომ რომ ჩაბარების სისტემის შემოღების შემდეგ აქ ნაგავშიც კი არავინ აგდებს ბოთლებსა და ქილებს არათუ სადმე ბუნებაში. გიჟი ვინაა ფული გადაყაროს. იმისთვის რომ იდენტობა დაკარგული ევროკავშირი ჩემი ცაფირუს ხმელე ზურმუხტისთვის შემედარებინა, მოვიარე ტყეები, მოვიარე ზღვები, მოვიარე ტბები, მოვიარე მდინარეები. და როდესაც ვერც ტყეში და ვერც ღრეში, ვერც ზღვაზე და ვერც მდინარეზე, ვერც ცელოფანი ვერ აღმოაჩინა გადაგდებული და ვერც ბოთლი. აი მაშინ კი აღმოხდა, კი მაგრამ რა გვინდა ასეთი ევროპა, სადაც ნაგვის საქმე გაცილებით უფრო მოწესრიგებული და დავარცხნილია, ვიდრე ზოგ-ზოგი ერთი ვითომ პრემიერ-მინისტრის პრიჩოსკა. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.